დღემშვიდობის ყველას მარტოდენა სახლში ვარ, მარტოდენა ვარ სახლში. უიმე შემცივდა ხალხნებო. ნახეთ როგორი მზეა, მაგრამ აი როგორ გამათბობელს გასცდები, თახტახებ პრინციპში. 11-ია, ავადავლე, რაღა დაგიმალოთ და უი ხო მანიკური უნდა ამეღო მაგისთვის შევედი და რაღაც სხვა გავაკეთე და გამოვედი. ავადავლე ფრჩხილების კეთების დროს. ძირითადად ჩემი ფრჩხილების გაკეთება ხდება ხოლმე ხუთშაბათს, როდესაც ვამთავრებ სამსახურს. რამე ისეთი ლაითი ფერი მინდა რა არ ვაშემაწუხოს. მაინც უნდა გამძურეს გაიგეთ და პრინციპში რომელი გამძურება რა ვიცი. რა მნიშვნელობა. თლად ძალიან ფერადოვანი არ მინდა. ეს ვარდისფერებიც არ მომწონს. არადა იმოდენა ისა მაგ მანიკური. ეს რა ქალშობა? შავი არ არის ის არის. უფერული. რაღაცებ გადასაყრელი მაქვს სხვათა შორის. არ არის ესეთი ფერი. არსად არ მივდივარ. უბრალოდ ისა. რა ქვია გადა. ჩხილები რო ცოტა მაგრად მქონდეს რა. ამ ჩხილების კეთებაში და რა ქვია მანიკურების წასმაში ვერ მოვითმე. მინდოდა რამე ფილმისთვის მეყურებინა, რამისთვის მოკლედ და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე, რამაც დამაინტერესა. ხო და რატომღაც მოდი მეთქი ჩავთავ კინოთეატრებშიც იყო გლადიატორი. ხო და დიდად მინდოდა მეყურებინა თქო ვერ გეტყვით, მაგრამ რავი, შემომერთო. სადღაც 5 წუთი გავქაჩე და არ ვიცი ვერ დაუდეგული გამოვდე. მაგრამ სანამ გამოვთავდი ამ ჟანრის ფილმში, იცით, ჩემი საყვარელი ის რო არის, რაც არის სერიალი. ბევრჯერ მithქვია და ძირითადად მაგას ვიღებ ხოლმე მაისში. რა სერიალია ხო ვერ გეტყვით? დიახ, ეს არის სამეფო კარის თამაშები. ხო და შარშანად ზუსტად ესე იყო. სანამ ბოლოს არის საროჭკები დავიწყე, მანამდე ვნახე ეს ფილმი, ეს სერიალი რა მე რამდენად არ მახსოვს, მაგრამ ნახე. ხო და მე საროჭკებს რომ ხატავდი, ფიქრობდი რომ რა ჯანდაბა მანახა. სანამ დავიწყებდი იმაზე ადრე, რომ ეხლა რა ვქნა თქო, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ბოლოს არის საროჭკებს ხატავ, მაგ პერიოდში უყურებ ხოლმე ამ სერიალს რა, თან ვერთობი, თან ხატავ. ხარავი რო იტყვიან ძლივს დავხატე სხვადასხვა ფილმების და რაღაცების ყურებაში ეს საროჭკები შაშ. წელს ზუსტად ეგ მომივა. სავარაუდოდ, იმიტომ რომ დავიწყე ისევ სამეფო კარის თამაშების ყურება, ჯერ სადღაც 5 წუთი ჩავრთე და მე რო გადავხედე ტერიტორიას, მივხვდი რომ ადექალო უნდა გააკეთო ჯერა და რაღაცებს რომ მორჩევი, მე დაჯექი და უყურე. იმიტომ რომ ელემენტარული საწოლია რაგილაგები ამხელა ხალი ხარ და სახში ხარ. აუ არ უნდა წამესო ჯერ. რაღაცა საქმე მაგ გასაკეთებელა ვიცი რომ მომძვრება. კაფეში გინდა ხუა დაეტყობა. თუ არა ჩერიკაბა ახლა. საერთოდ ეტყო. დაქსოვიარი და ბოლოშია. არა უშ. მოკლედ ამას საკთავზე. მართლა ის არა ქვია რა. რაღაცა საქმე მაგ ხა გასაკეთებელი. ეს ნახეთ. ფხით რო გავიჭერი ცოტა მომიშუშტა, მაგრამ პირი დააღვეხა და მტკივა. ой მე და გავაცილე, წავიდნენ. ძალიან მაგარი ამინდია, მაგრამ სრული არა მაგარეთ გასვლის, გარეთ ყოფნის. შემოვლაც ისე გავაკეთე ჩქარჩქარა, სუფათა ფუთით ვაჭამე ყველაფერს. შემოვედი და ვზივარ. ხო და ეხლა საათს შევხედეთ 12 დაიწყო და ელემენტარული 1 საათი შეიძლება უკან მოვიდნენ და
და ფაქტიურად არაფერი არ მაქვს გაკეთებული. არ მაქვს გაკეთებული და ვიდეოც არ მაქვს ჩაწერილი. იმიტომ სახში რო ვარ, მაშინ მაინც ხონდე ნორმალურად ჩავწერო, არა? მაშინ ხომ მაინც ნორმალურად უნდა ვიყო ოჯახში, ისა რა ვქი, სამსახურში. ერთ სამსახურში რო ვარ, მეორეს არ უნდა მოვექცე უდიერად, ხო და გადავწყვიტე ჩავიცვა, მეთქი ჩავწერო ვიდეო თქვენთან ერთად დილით. თემა რაც შეეხება კონკრეტული თემა არ მაქვს, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვია, როდესაც ტელეფონს ვიღებ, ძალიან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ვიცი რომ უნდა გითხრათ გამარჯობა, სხვა არაფერი. მაგრამ მიჭუტუნებს ხო და მაწუხებს. მაგრამ მე უნდა გითხრათ ცოტა გავასწორო. მაინც არ აშუქება არაფერს. ესე უკან გავიწერე. თხოვეს ერთ სიტყვით, რომ მე თქვა მართლა ირიცხება თუ არა YouTube-ის ხელფასი. არ ვიცი, ამას ხშირად მეკითხებიან და ხშირად ვპასუხობ, ხოლმე კოკი. ეს აქ აიქთორე გამოუშვები ახლა. გაჩერდი ახლა, ჩაგიყვან ხო? და დავიჩავიყო წყლის ქვეშ გავრეცხო გალია რაღაცა დაუსუფთავო და ჩაუყარო საჭირე დამკივისა. ძალიან ხშირად ვპასუხობ ხოლმე ამ კითხვას, არ მეზარება, მაგრამ ისიც ვერ გავიგე რატომ ეკითხებიან ხოლმე თან. თან რატომ? ადრე იყო რომ რაღაცა დაწყებას ვაპირებ და იუთუბერობას და რაღაცა ვიდეოების გადაღებას და არის თუ არა მართალი რომ ირიცხება თუ არა ფული. ან ამბობენ ხოლმე რომ ყოველთვე არ ირიცხებაო. იმიტომ რომ არიანო ბლოგერებიო, რომლებმაც თქვენსო რომ ყოველთვე არ ირიცხება, როგორც არ უნდა გაიჭიმოს და გაიფხრიწოს ვიდეოების გადაღებისას ბლოგერიო. ხო, არ ვიცი ხა რად გინდათ, რამდენად გინდათ, რამდენად დაიწყებთ, რამდენად არ დაიწყებთ, მაგრამ აი ხლა მე გეტყვით, ჩემ შემთხვევაში არ გაშინებთ, იმიტომ რომ თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. მე მაგალითად რომ ვიყო აი ესე დაწყების სიტუაციაში და ვცოდნოდა რა სირთულეები უნდა გადამევლო ამ YouTube-ის სფეროში, სირთულეებს გულისხმობ რა ეტაპებიც უნდა გამევლო, თან თუ არ იცი ინგლისური, ჩემ შემთხვევაში არ ვიცი ინგლისური და რაც კი რამე Google-დან მოვიდა, ყველაფერი მოვიდა ინგლისურ ენაზე. და მე რო ეს ყველაფერი მცოდნოდა, ალბათ დავფრთხებოდი. მაგრამ რადგან როგორღაც მივახციე 1000 გამომწერამდე, იმიტომ რომ როცა დამწყები ხარ, თუ ძალიან ეგრეთ წოდებული, აი ჰორორიო თუ ჰურორიო თუ რაღაცას არ მოახდენ, ანუ ცოტა ისე გემატება რა. რაღაც არ უნდა გამომწერები, ანუ იმდენად მატება არ აქვს. ძალიან მოგემატება თუ გათვლი რაღაცა კონკრეტულ ხარეს წაიყვან შენ ვიდეოებს და ის ხალხი მოგემატება, რა სფეროც აინტერესებს და ეგ სფერო გექნება შენ. მოკლედ როგორც კი 1000 გამომწერამდე მივედი, სხვათა შორის თქვენგან გავიგე, რომ 1000 გამომწერი მყავდა უკვე, რადგან მომილოცეთ კომენტარებში და მე შეველი და ვნახე, რომ 1000 გამომწერი ყოფილა და აი მაგედან დაიწყო არ დავიწყება. იმიტომ რომ როდესაც 1000 გამომწერი ყავს უკვე აგზავნი მოდის წერილი უფრო სწორად Google-დან მეილზე. ჯერ ისიც არ ვიცოდი, რომ Google AdSense რაც იყო. საიდანაც იმართება ყველაფერი, მოკლედ ეს უნდა გაგეკეთებინა ეგრეთ წოდებულა შენი პროფილი, საიდანაც მოხდებოდა კონტაქტი შენსა და Google შორის, სადაც იდება შეთანხმება და რაღაცა. აი ხახნო ძალიან ადვილი ჩანს მაგედან. აი მართლა ძალიან ადვილი ჩანს მაგედან YouTube-ის სიტუაცია და მეც ზუსტად ეგ მეგონა და აი მეგონა, კაი რა, ადეკ დადექი ვიდეო 1 2 3 ილაპარაკე, მაგრამ კადრს იქით რაც ხდება, რაც შრომაც აი წვალები, ჩემთვის იყო შრომა და წვალება, იმიტომ რომ არ ვიცი ინგლისური. არ მწყვეტია, მაგრამ არ ვიცი. ნუ გაქცეულს მოვატრიალებ ეგეთი ვიცი. რა, რომ არ წახვიდე, მოდი მერქი ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი ხა იქ რომ დოკუმენტი რომ მოგივა და აი ესეთი ინგლისური განცხადება, ვაიმე. ხო და მოკლედ 1000 გამომწერზე გამომეგზავნა მეილი, როგორც იქნა გავაკეთე ეს მეილი ადრევე, მქონდა YouTube არხს ვაკეთებ, ყველაფერი უნდა გქონდეს.
ეს AdSense-ზე და რაღაცეები რო გავაკეთე და რაღაცა მოვიდა მანდ. და ეხა შენ უნდა უკან გაგზავნო რაღაცა. აუ, ჯერ ეს აღფრთოვანებული ვარ, რომ ვაიმე 1000 გამომწერი და ვაიმე Google-მა წერილი გამოგზავნა და უკვე ხელშეკრულება იდება და რაღაცა ესე ვარ, აი თავი რო გიქაგონია რა ქვია, ტაშს გიკრავე და მე და რა გინდა გააკეთო. მაშინ ერთი ტელეფონი მქონდა, ეხა ერთი მაგ და წელამკვდარა კიდე. გავხსენი ლაშას კომპიუტერი, იმიტომ რომ პატარა ჩემ კომპიუტერში არა მაქვს ეგ რაღაცეები, არა სუსტია კომპიუტერი და ეგ რაღაცებს აღვხსნი, მარტო ვიყენებ ფილმებისთვის და YouTube-ისთვის, რომ რამეებს უყურო ხოლმე. ხო და გავხსენი ლაშას კომპიუტერი რაღაცა, იმიტომ რომ იცი რა არის ტელეფონში იმდენად გარკვევით და იმდენად არ არის და ისი არ არის ინფორმაცია რომ შედიხარ ამ ყველაფერში. ჯერ პატარაა და ის იმხელა ეკრანზე უკვე და თან ტელეფონს იხმარებ უკვე რაღაცა ის იყო და მოკლედ ამ იმაში მქონდა გახსნილი ტელეფონის Google-ის იმით სურათებით ვათარგმნინებდი და რაღაცა საოცრებები გავაკეთე და მოკლედ ესე მწვანე წიჩკა გამიკეთდა რომ всё გაგზავნილიაო და აი თვალებს არ ბუჯერებდი ხალხ. ნუ მართლა რომ მე ეს გავგზავნე, მე ეს გავაკეთე. მე ხა იმას ჩაკვეხებას გავაკეთებ რომ ეს ვიდეო არის იმათთვის, ვინც აპირებს. და ვინც რაღაცა ესეთი ინფორმაციები აქვს, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი. და მე ჩემს იმას ვეტყვი რა, ანუ და ვისაც სიტყვაზე ეს მომენტი არ გაინტერესებს და რაღაცა მეორე ვიდეოს დაელოდეთ, იმედია იქნება. სხვადასხვა ვიდეო უნდა გადამეღო სხვა, რაშიც მასალა მქონდა დაგროვილი და რატო არ ვაჩერებ ხელებს მე რო გალერეას ვასუფთავებ ხოლმე და ის ყველა დაგროვილი გადმოწერილი ვიდეოები რაზე რითიც უნდა მე ვიდეო გამეკეთებინა წავშალე ხალხო სუ წავშალე ეგ კი არა გუშინ წინ სამსახურში გადავუღე ფარშევანკს ვიდეო იყავთ რა მოკლედ იდიან და რაღაცა რა ფარშევანკსაც წიწილებს რაღაცა ფარშევანკის რა ქვია ფარშევანკის წიწილებს და მამალი ფარშევანკი რომელიც იყო გაშლილი ულამაზესად და გადავუღე ნინოსნა ვაჩვენო თქო და ისიც მივაყოლე. ხო და მოკლედ მაგ ინფორმაციას თუ ისე არ შევყევი რაღაც საქმეებს, აუცილებლად დავდებ ვიდეოს და ეს ვიდეო იყოს მოდი დამწყებებისთვის, ან ვისაც უბრალოდ აინტერესებს. ჩემ გამოცდილებას გაგიზიარეთ. არ გაშინებთ ხალხო რომ ვაიმე არც გაიფიქროთ და რაღაცა არ არის მე გამიძნელ და უბრალოდ რომ აი რაღაც აფორიაქებული ვიყავი, მარტო ვიყავი არ ვიცოდი რამე ექნა, არ ვიცოდი ინგლისური, ბავშვებო თუ რაღაც საპირებთ ინგლისური ისწავლეთ გამოგადგებათ, მით უმეტეს ამ პერიოდში. ხო და ესე გავგზავნე და მოკლედ რომ დამიწერე რომ всё ეხაო დაგველოდეთ, ანუ იქი და კიდე რაც ორ კვირაში კიდე რაღაცა იგზავნებოდა და კიდე შენ უნდა გაგეგზავნა და მეთქი всё ეხლა რა. ამან გამოგზავნა, მეც უკან გავუგზავნე, დამთავრდა. კიდე გამომიგზავნის, კიდე გავუგზავნი რა პრობლემაა, თქო და მოკლედ ორ კვირაში მოვიდა რაღაცა განცხადება თუ რაღაცა განაცხადი, რომელიც უნდა შემევსო უკვე რომ მე ვიყავი ფიზიკური თუ იურიდიული, მოკლედ რაღაცა სხვას რავს ფლობ, რაღაცა მაგას ქვია მერვე განცხადებაო თუ რაღაცა ამერიკის რაღაცა განცხადება, რაღაცა ფორმა ქვია, B8 ეგე ქვია მგონი. მე ხო და მოკლედ ეს ხო ძლივ შევავსე. მერე ვაიმე ყველაზე საშინელება რა იყო. გთხოვენ აი თბილისში რო არის მაგალითად ამადამ მიკროში, ამადამ კორპუსში, ამადამ პადიესში, ამადამ სართულზე, ამადამ ბინაში. ვარი რომ მისამართს ეტყვი. ეხლა გთხოვენ მისამართს, მაგრამ მარტყოფელებს ცხოვრობთ მარტყოფში. ის იმ უბანში, ერთი ხახიანთ უბანში, ერთი შოშიანთ, ერთი ეპიტანთა, ერთი მათიანთა, ერთი ტევალში, ერთი ალიხევში, კანდელაკიანი რა, ანუ ასეთი ის გვაქვს რა, რაღაცა ესეთი უბნებს აქვს სახელები ოდითგანვე რომ მოვწვევთ რა, აი პაპაჩვენის დროიდან და უფრო იქეთ. რა ჩავწერო, რომ ცხოვრობ საავადმყოფოს უბანში? მათიანთ ქალი, ესე? და რამდენიმე წლის წინ სოფელს მოანიჭეს მისამართები. ამადამ მისამართზე ესა და ეს ჩიხი.
კითხეთ ნებისმიერ მარტყოფელს თუ იცოდეს სად ცხოვრობს. კაცი შვილმა არ იცის ვინ ვის ჩიხშია და ვინ ვის პავარონში. ხო და ისა რა უნდა მექნა? როგორ მოვძებნეკა? მე არ ვიცი. ეგეც არ მახსოვს როგორ მოვძებნე სადაც ვცხოვრობთ. მაგას გამოვტოვებ, იმიტომ მართლა არ მახსოვს და ეხლა ის უნდა გადავთარგმნო. ქართულად კი გავიგე. ვაი უბედ არ მახსოვს. აი გეფიცებით მართლა არ მახსოვს როგორ გავიგე. არა რა ვიცი, ეთყობა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი და თუ მახსოვდეს გეფიცები. ნუ მოვიდა რაღაცა 14 მახსოვს. 14 აწერია, მაგრამ ქუჩასა თუ რაღაცა არ ვიცი, მოკლედ არ მაინტერესებს, დღემდე არ ვიცი სადაც ვცხოვრობ. რითი გადავთარგმნე? Google-ით გადავთარგმნე და ჩავწერე მისამართებში გავუშვი. დაეწერა წიჭკა. წონი. გასრიალდა ჩემი შევსებულის და ეხლა რა ხდება? ველოდები. ამის გაგზავნის შემდეგ ხდება ესეთი რაღაც. Google გიგზავნის 4 ციფრიან კოდს. ამ გზავნილს ქვია გზავნილი კოდის გარეშე, რომელიც აი რომ დავრეკო მაგალითად პოსტაში და ვკითხო, ესა და ეს რაღაცა ჩემს სახელზე არის ამა და ამ იმაზე? ვერ ანახავენ, უნდა პირადად მიხვიდე, ან უნდა თვითონ მოგიტანო, იმიტომ რომ იქ მისამართი აწერია, მაგრამ ზოგს მიუტანეს სახში, ზოგი თვითონ პოსტაში მივიდა, რაც მე გავარკვი. იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან ესე ჩართული ვიყავი, რომ მეთქი რა ხდება და როგორ უნდა მოვიდეს ჩემამდე. ყველაზე რთული იყო ჩემთვის, რომ ხა ვფიქრობდი, კაი, სახში თუ მომიტანეს, ხო, კაი. შეიძლება ზევნერულობდი სახში ვიქნები თუ არა თქო. და მეორე იყო ის, რომ ჩვენ ვეკუთვნით გარდაბანს და გარდაბანში ჩასვლას მისჩვენია ჩავიდე თბილისში, იმიტომ რომ გარდაბანი უფრო შორს არის და თბილისი უფრო ხელმისაწვდომია ჩვენთვის. აუ ეხლა ვიფიქრე, ხა იქ რომ მოვა, მე კაციშვილი არ დამირეკავს, რომ იცი რა თქვენ სახელზე, იმიტომ რომ არ არის ესე, უნდა მიხვიდე და მაშინ გეუბნები. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მე რამდენჯერაც დავრეკე, კაციშვილმა არ იცოდა. მე ჩერეს იქი დავრეკე, რომ იმას იქ გადაემოწმებინა და მასე გავიგე, რომ ანუ უნდა პირადად ნახო. ეხლა ვფიქრო, კაი, ერთხელ ჩახველი არ არის, ორჯერ ჩახველი, რამდენჯერ ჩახვალ გარდაბანში, რომ რაღაცა. ნუ მოკლედ აი ეს შიგადაში კითხვის იმაზე არ მოდის. როდესაც ამ მერვე განცხადებას თუ რაღაცას რო აგზავნი, დაახლოებით 2 კვირაში მოდის პასუხი, მოდის კოდი. რა ხდება ახლა? იქ Google AdSense-ი წეღა რო გითხარით, რითიც განცხადებები იგზავნება და რაღაც. უბრალოდ არის ესეთი 4 კუთხედი ველიღა დარჩენი, სხვა ვერაფერს ვერ აკეთებ შენ. ვიდეოებს ტვირთავ, რა თქმა უნდა, ვიდეოებს დებ YouTube-ზე და 1000 გამომწერიდან უკვე დოლარის ნიშანი გახატია, რომ ყველა ვიდეო უკვე იღებს გარკვეულ თანხას და ამ Google AdSense-ში გროვდება. იქ გიგროვდება, შენია, მაგრამ შენი არ არის. იმიტომ რომ შენ არ გაქვს ბოლომდე ხელშეკრულება დამთავრებული. ერთადერთი რასაც ელოდები, შენ ელოდები, რომ ეს კოდი მოვიდეს, ეს კოდი ჩაწერო ამ ველში და აი მან დამთავრდება. უკვე შენ მიაბავ შენი ბანკის ანგარიშს, რო გაგიმწვანდება, მიაბავ ანგარიშს და ყოველი თვის 22 რიცხვში, მაქსიმუმ 24 რიცხვში, ეს რაღაცა რო გროვდება და შენი როა, მაგრამ ფიზიკურად ვერ გამოიტან შენ, თვითონ უნდა Google-მა აიღოს და გამოგიგზავნოს და დადოს შენს ანგარიშზე. აი მაშინ არის შენი. ეხლა ამ კოდის გამოგზავნას აქვს თავისი ვადა. 2 კვირიდან 2 თვემდე უნდა მოვიდეს. კაი, 2 კვირაში არ მოვიდა, 2 თვე გავიდა, არ მოვიდა. გაქვს 3ჯერ გაგზავნის უფლება კოდის მოთხოვნაზე. ანუ არ მოვიდა, დავაწვევი იქ სადაც უნდა ჩაწერო იმის ქვეშ, ახლიდან მოთხოვნაზე და კაი, გზავნა. ჯერ ხო კიდე 2 კვირა და კიდე 2 თვე ელოდები. ზუსტად 3ჯერ მოვითხოვე კოდი. და თან ვადა რო გასდის, ანუ 2 თვე რო გადის. ის დოლარის ნიშანი, რაც წეღან გითხარი, გეუქმდება YouTube-ის ვიდეოებზე, ანუ შენ ვიდეოები უნდა დადო თუ გინდა რომ ხელშეკრულება რა თქმა უნდა გაგიგრძელდეს და მარისთვის აკეთებ და რაღაცა,
უბრალოდ გიუქმდება დოლარის ნიშანი, ვიდეოებს ვდებ, მაგრამ შევასავალი გაქვს 0, ანუ აღაც იქ არ გიგროვდება რა. დაახლოებით $200-მდე მქონდა დაგროვილის და მე მომიხსნეს დოლარის ნიშანი. იმიტომ რომ კოდი არ მომივიდა მე. 3-ჯერ 8 თვე ველოდე ხა, ეს ცოტა არ არის და აი ძალიან საშინელება არის, რომ რაღაცას ელოდები, რაღაცას ცდილობ და თითქოს რაღაცა ხელმოცარული ვითხარ და ეს შენი წვალება, ეს შენი ენთუზიაზმი ქრება ნელ-ნელა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა სასირცხვილო საერთოდ არ არის, რომ იმას აკეთებ ჯერ რომ მოგწონს და თან რომ იღებ შემოსავალს. ძალიან საშინელება იყო და რო იყვნენ, აი უკვე ვფიქრობდი რა, რომ ესე ხშირად არა და შეიძლება საერთოდ გავაუქმო, იმიტომ რომ აი დავიღალე ემოციებით მქონდა და თან ნერვები მეშლებოდა, რომ ხედავდი, მოვიდა 2 კვირაში, მოვიდა 1 თვეში, რაღაცა ვიგებდი ინფორმაციებს და მე 8 თვე ველოდები და თან არ მოდის. თან მე ხო ინგლისური ძვირფასად ვიცი და რა უნდა გავაკეთო. მორჩა გაუქმდა დოლარის ნიშანი, ჩამომეჭრა ყველანაირი შემოსავლის ის. ეს რაც დამიგროვდა, არის დაგროვლი, ანუ იმას არ ეხებიან. უბრალოდ შენ სანამ ბოლომდე არ გახვალ, ეს უკვე всё აქ არის და აღარც გიგროვდება, აღარც ემატება. არ ვიცი ერთხელ გვიან უკვე რომ მეთქი აი ეს ბოლოც და არის და არის და არის. აი ესე ვზივარ, ყველამ დაიძინა და ეხლა ვფიქრობ რომ მოდი ივანეს ტელეფონი ავიღე და უნდა ვცადო რაღაცა დგავარ ამ Google-ის გამოგზავნილი მეებში ვარ შესული. ავწევ მივიტან ივანეს ტელეფონს რომ გადამითარგმნოს რომ ცოტა აზზე ვიყო რომ რა მიმართულებით წავიდე და ვნახე რაღაცა თუ არ მოგივიდა Google-ის კოდი, ესეთი რაღაცა წერია ეს სხვა ფრად და აქ მე ინფორმაცია. არიქა და მივყევი მე რაღაცაში შევედი და აქ წერია. თუ შეფერხება აქვს კოდის მოსვლას და არ მოდის, თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ პირადობის მოწმობით. არიქა რომ წამოვხტიმ შუაღამისას შევვარდიებ. ზუსტად არ მახსოვდა მაშინ არ ვმუშაობდი არაფერი და ჩანთა სადღაცას მედო ხოლმე რა, მაგრამ ეს ჩანთაში არ მედო ეხლა როგორც საფულეში ვიდევ და სულთან დამაგდა რაღაც. ავაშხრიალე რაღაცა ვეძებ გამოვიტანე და ანუ ესეთი რაღაც წერია რა. შევედი რომ კაი მეთქი თანახმარო პირადობით დავადასტურო და შევედი. ეხლა მეუბნებიან ატვირთე სურათი. პირადობის ორივე მხარე. აბა გადავიღე მაში კარგად შუქზე მით გადავიღე რა ქვია ჩვეულებრივ იმით მოვაჭერი გვერდები რომ მარტო ეს ლამაზად იყოს რომ მთელი მონდომება ჩანდეს რაღაცა და გავუშვი გაუკეთებ ციცკა რომ გაგზავნილია დაელოდეთ იმას და თან ის დამიწერა რომ რაღაცა ხდებოდა არ მახსოვს იმ პერიოდში ამერიკაში რაღაცა ქარიშხალი თუ რაღაცა იყო და ამის გამო რაღაცები გვიანდებოდა რა და ესეც დამიწერეს რომ ამ პრობლემის გამო შეიძლება წესით რომ უნდა იყოს 3 დღეში მოგივიდეს 5 დღეში 1 კვირაში მოკლედ უნდა დაელოდო სხვა რა გზა გქონდა და დაახლოებით 3 საათი იყო 4 იყო დაწყებული რომ დავწექი ანუ მანამდე ვაკეთე რა ის საშინელება იყო დავწექი დავიძინე და ხახო დილით გამოდივარ და შევდივარ YouTube-ზე, არც მეილზე არ შევსვლა, არაფერი, უბრალოდ YouTube-ზე შევდიოდი ხოლმე, ყოველთვის პირველ რას ვაკეთებდი, კომენტარებს ვამოწმებდი, კომენტარებს ვკითხულობდი და შევედი და რას ხედავ? დოლარია გამწვანებული. ანუ ყველა ვიდეოზე დოლარია. შევვარდი ჩემს Google-ის აკაუნტში, რომ ეს AdSense-ე რო თქვი წეღან დასაწყისში, რომ მეთქი რა ხდება და იქიცი როგორ არის აი პირველი საფეხური გამწვანებული მე ტირია მეორე საფეხური გამწვანებული და ეს იყო მეოთხე საფეხური ანუ ეხა მე მგონი 3 საფეხურიანია რაღაცა შეიცვალა მე როცა გავაკეთე იყო 4 საფეხურიანი და მეოთხეზე ვიყავი გაჭედილი ბოლოში და მეოთხეა გამწვანებული და აწერია თქვენი გადახდის ესა და ეს არის შესრულებული დაამთავრდა მოკლედ ეს და შევედი მეილზე და რას ხედავ ზუსტად ის პროცესი იყო 22 თუ 24 რიცხვი იყო იმიტომ რომ ბარბარეს დაბადების დღე მოდიოდა მაისი იყო მაგრად მახსოვს და ერთიანად ჩამირიცხეს 700 ლარამდე რა 700 რაღაცა 80 და რაღაც რაიმე ხალხნო ის დღე იცი რა მაგარი იყო აი
ის კი არა რომ ჯერ ხო ფული რო ჩაგირიცხეს და წარმოდი 700 ლარი უცოდ ჰოპ მაგრამ თელი ალბათ ზუსტად 8 თვე გამოვითვალე თელი 8 თვე ვწვალობდი აი არ ვიცი რაღამე გამიჭიანურდა ეს ის მაგრამ პირადობის მოწმობ რომ ეკითხებიან ხოლმე კოდი რამდენ ხანში მოგივიდა არ მომსვლია მე დღემდე კოდი მე პირადობის მოწმობით დავადასტურე ეს ყველაფერი ეს იყო უმაგრესი გრძნობა რომ უბრალოდ აი რო უკვე რომ აი ჩამოვყარე ხრები რომ მეთქი всё YouTube-ს ვაუქმებ იმიტომ რომ არ გამოდის არაფერი ვერ გავაკეთე, იმიტომ მე ვერ გავაკეთე, სხვას ვერაფერს ვერ ვაბრალებ, ვფიქრობდი რომ მე რაღაცა შემეშალა, მე რაღაცა ვერ შევავსე, რაღაცა და ასე ვაპირებდი რომ გამქრარი გამექრო ჩემი არხი YouTube-დან და ძალიან გული მწყდებოდა იმ ხალხზე, რომელიც დღემდე, აი დასაწყისიდან დღემდე მესენჯერში არ არსებობს შეიძლება ერთი კვირა გავიდეს, შეიძლება რაღაცა, მაგრამ აი ყოველთვის ვფიქრობ, დედა ეს როგორ არის, ხან ის დამასწრებს, ხან მე მივწერ, ხან ეს რა. ან ძალიან ბევრი ნაცნობი შემმატა YouTube-მა და YouTube-ი ჩემთვის მართლა კაი რაღაცაა. მართლა კაი რაღაცა. ჯერ ისედაც სანამ YouTube-ერობას მოვკიდებდი ხეს, ნუ არ ვთვლი, მაგრამ მაინც ხარ და YouTube-ს ვიყენებდი ხოლმე ძალიან მაგრად, როდესაც რაღაცების ყურება მინდოდა, რაღაცა მეტი პრაქტიკა მინდოდა გავეკეთებინა ჩემს საქმიანობაში, მეტი მასალა მომეძიებინა და რაღაცა. მაგის გამო იყო YouTube ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა და რატომღაც მეც მინდოდა აქ მოვსვლა. ჯერ რაღაცა სხვისთვის მოველი, მე რაღაცა დავამატე და დღესდღეობით ასე ვარ. ასე რომ, ამით რა მინდა გითხრათ. ყველა დასაწყისში ვინც აკეთებს არის ინდივიდუალური, ანუ ხო გეუბნებით ვიღაცას ორ კვირაში მოუვიდა პოსტით სახში მიუტანეს, ვიღაცას არ მიუტანეს და თვითონ მივიდა პოსტაში, ვიღაცა იწვალა, ჩემსავით სახში გააკეთა, ძლივობით უკვე ესე ჩემსავით ჰქონდა ჩამოყრილი, ხრები, მაგრამ კაია რომ გააკეთა და მიხარია. ასე რომ თქვენც თუ დაიწყებთ ოღონდ თვეში ერთი ვიდეო შეგიძლიათ დადოთ, ორ თვეში ერთი ვიდეო, მაგრამ ისეთი რაღაცა უნდა დადოთ, აი ხო მაგალითად მე დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე სოსოს ვიდეოები რომ დადოს, კაკომ რომ დადოს ვიდეოები, მიყვარს ეგ მასთი სტილის და ადამიანები რომ დადებენ ვიდეოს და ორ კვირაში ადის, რა ვიცი, 60,000-მდე და ნახვამდე, ანუ მთლიანობაში ეს მე ორ კვირაში რომ რა ვიდეოებსაც ვდებთ იმათი ერთი ვიდეო მუშაობს იმდენი ხნის მანძილზე, ხვდებით? ანუ გააჩნია რას დადებ და რამდენი მაყურებელი გეყოლება. ხო, აუცილებლად არ უნდა ჩამოყავთ თუ რამე სირთულეს შეხვდებით, აი არავითარ შემთხვევაში არ თქვა რომ всё. იმ სირთულესაც გადალახავ, იმ ყველაფერსაც გადალახავ და უბრალოდ მიყევით, გააკეთეთ, იმუშავეთ, იმიტომ რომ თქვენ რო ფულს აიღებთ, მე არაფერი მაკლდება, არის ხოლმე სიტუაციები, მაგალითად ძალიან მინდოდა რომ რა აი იმ დაწყებით პროცესში რომ სხვას ჩემთვის რამე ეთქვა, განარ დამეხმარნენ, იყო ჩემამდე ქეთი გააკეთა ეს და ქეთი ვეკითხებოდი რომ ეს როგორ შეავსე გოგო რაღაცა და მეც ეგ ვიყავი დაბნეული და დამეხმარა და ესე ვკითხულობდი რომ რა მექნა რაღაცა იცი რა არის უცხოურ საიტებზე უფრო მეტად ხსნიან ვიდრე სადმე ქართულად მოიძიებ რა ამ ყველაფერს რა და საერთოდ Google-ს აქვს ძალიან მაგარი ვიდეოები მოდის სადაც წერია საფეხურების მიხედვით რა როგორ კარგად არის ახსნილი, მაგრამ მე ინგლისური არ ვიცოდი. აი გეუბნებიან, აი რაღაცა ველი მაქვს შესავსები, იმას თავისი ვიდეო მოსდევს. შეგიძლია უყურო და იმით ახსნილით გააკეთო, მაგრამ მე ინგლისური არ ვიცი, ხო? და რომც მე მომესმინა ვერაფერს ვერ გავიგებდი, მე მერჩივნა გადამეთარგმნინებინა კადრით. ხო და თუ თქვენ შეხვდებით სირთულეს და რაღაცა არ ჩამოყაროთ, მოიძიეთ ინფორმაცია, იკითხეთ. თუ შემიძლია მე დაგეხმაროთ, იკითხეთ, არ დამეზარება, იმიტომ რომ მე ეგ მეკლდა რომ ვიღაცას უფრო მეტი ინფორმაცია მოეწვევდებინა და ადვილად გამეკეთებინა და 8 თვე არ მომენდომებინა. ისიც სულ შემთხვევით შევედით, რომ შეიძლება ხა მე არხი არ მქონდეს და სულ შემთხვევით ვნახე რომ
თურმე კოდის გარეშე შეიძლება დაადასტურო პირადობის მოწმობის ასლით და სინამდვილეში რომ მოვიდა, რომ ესა და ეს ადამიანი ამა და მის ამარზე ცხოვრობს. ასე რომ გააკეთეთ, იმუშავეთ, რაც მეტი ანაზღაურება გექნება და ოჯახს წაადგებით, კარგი არის. ხო, შემეკითხენ კიდე, რომ რამდენად და რა სახის ვიდეოები და სათაურები იწვევს ნამეტ ნახვას. ეხლა ნახეთ, გეტყვით. ზოგადად არის, როდესაც ინტრიგნულ სათაურს დაადებ, ხოლმე მაგალითად რა ვიცი, მეზობელი ვცემე. რაღაცა ისეთი, რომ ჩანდეს, რომ იქ რაღაცა მოხდა. რაღაცა ისეთი და ამ დროს თავიდან ბოლომდე ვიდეო არის, სხვა რაღაცაზე მეზობელი არ არის ნახსენები. იცოდე, რომ შეიძლება იმ ვიდეო მიმუშაოს, იმიტომ რომ მე და მაინტერესოს აბა როგორც ცემა შემოვიდე ვნახო და აღმოვაჩინო, რომ იქ საერთოდ არაფერი არ არის. ანუ ხო იცით, სეირის მაყურებელი ხალხი არსებობს და მე ვარ სეირის მაყურებელი ხალხი, შემოვედი ვნახე, არ არის იქ მეზობელი ნაცემი. ეს უკვე ტყუილია, შენ ატყვევ იმას, რა ქვია, მაყურებელს. როდესაც მეორედ დაგიჭერ ამ რაღაცაში, სხვა სათაურით, ანუ სათაური იზიდავს ხალხს, ხო? როგორც იმ მეზობლის ცემა მაინტერესებდა და არ გიცემია, ისე შემოვედი და რაღაცა სხვა არის. რაღაცა, რა ვიცი, სამსახურიდან გამომაგდეს, ან რაღაცა მომივიდა, ანუ ხალხს უფრო აინტერესებს ხოლმე აი ეს, ხო იცით, ქართველები რა უხრები ვართ, სხვის საქმეში რა ხდება და სხვის ოჯახში რა ხდება. ესეთი რაღაცები. როდესაც მეორედ დაგიჭერ შენ, რომ მე მატყუებ როგორც მაყურებელს, რომ რაც სათაურში წერია, ის გარტყმაში არ არის ვიდეოში, მე არასდროს აღარ შემოვალ შენთან, ასე რომ ესეთი შეცდომა არ დაუშვათ. ეხლა რაც შეეხება მეორეს. ძალიან კარგი ყურებადი არის, როდესაც ოჯახის წევრს, ნათესავს, ვიღაცა შენიანს, მოკლედ აი როგორც დაქალს რო ეჭორავები და შეიძლება დედამთილზე, რძალზე რაღაცა უთხრა. ამ ყველაფერს ვაკეთებ ესე ვიდეოში. ეხლა რომ მე დავთქე და ჩემ რძალზე გითხრათ, რომ აი მე ეს ესეთი, ის ისეთი, თან ორი რძალი მყავს. რა ორი? ჩემი მამიდაშვილის ცოლები 4 ქვეყანები არიან. რომ დავჯდე ეს ის და აი ბათრიო. წარმოიდგინეთ რა. აუცილებლად გეყოლება მაყურებელი. აუცილებლად და თან აინტერესებს, აი რო გაწყვეტავ ისეთ ადგილას, რომ მეორე სერიაც უნდა ჰქონდეს იმას, ის ხალხი გელოდება, რომ აბა კიდე რა მოხდა, როგორი ჩხუბეთ, იმან რა გითხრა, შენ რა უთხარი, თრებით ხო არა თრიეთ ერთმანეთი რაღაცა. მაგრამ ვისთვის როგორ, მაგრამ ესეც მიუღებელია ჩემთვის. ზოგადად ხო ესე არის, რომ ყურებადია, იმიტომ რომ მაინტერესებს რა მოხდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მიმართ როგორც გაგიჩნდათ, რომ მოგატყუეთ იმ სათაურებით, ისევ გაგიჩნდებათ ეს გრძნობა, რომ მე მაგალითად აქ ხოლმე დამოკიდებულება რა, რომ ანუ მე ხარ რომ ჩემი რა გადავეკიდე ამ რძლებს, რა ვიცი, კონკრეტულად იყვნენ, კაი ხო რძლები იყვნენ ისე. აი რა სიტყვიან ქუჩაში რომ ვიღაცა შემხვდება, რომ მე ჩემ რძლებზე სახალხოდ ვიჭორავე. მე კომენტარებში ვალანძღინე ხალხს, აუ მაგარი ხარ და მიდი ესე რაღაც ესეც ყურებადია, ესეც შემოსავლიანია, მაგრამ როგორც ადამიანი, როგორც რაღაცა არ გინდათ ეს რაღაცა. იმიტომ რომ ისეც აი ამ ხელა საქართველოში ცხოვრობ და ერთმანეთი თრევის გარეშე და რაღაცის გარეშე შეგვიძლია რომ რაღაცები ვაწარმოოთ. შეგიძლია გამოიყენოთ რამე ხელობა იცით იმაზე ვიდეოები, მუსიკა იცით იმაზე ვიდეოები. რა ვიცი, აი ძალიან ბევრი რაღაცეებია რა, აი ძალიან ბევრი რაღაცეებია, რითიც როგორც ადამიანს გააჩნია ძალიან ბევრი სფერო, რომელიც აინტერესებს. ძალიან მოიცვითა რა ვიყიდეს თემა. რა ვიყიდე 20 ლარად, რა ვიყიდე 15 ლარად, რა ვიყიდე საერთოდ 21 ლარად და 99 თეთრად. არ მაინტერესებს. რატომ უნდა გაინტერესებდეს? ეს ვიყიდე თუ ეს ვიყიდე თუ რა ვიყიდე 21 ლარად.
კარგი არის მეც მომწონს და ვუყურებ, მაგალითად რო ხსნიან ხოლმე საჩუქრებს, რომ რა მოდის, მიყვარს ხოლმე თებუს unboxing-ების ყურება. ანუ არის რაღაცები, რომელიც არა ბოროტულია რა, არა მოცვეთილია, აი მეც რომ აქ ამასაც რო აქ, ეს არის რაღაცა გაცვეთილი თემა. შეიძლება ვიღაცისგან აიღო იდეა, მაგრამ იმდენად შენი რაღაცები დაამატო, რომ სხვანაირი გამოჩნდეს, სხვანაირი. მოკლედ, მარტო აიღო ტელეფონი და გამარჯობა, მე დღეს რა ვიყიდია, ან განა არ არის კარგი. შეიძლება აი მომწონს ხოლმე რაღაცებს, რომ ყიდულობენ მაგალითად სუვენირები, მიუხედავად იმისა, რომ მე სუვენირები არ მომწონს. რაღაცა სუვენირებს რო იყიდიან, რაღაცა მასალას რო იყიდიან, რითიც რაღაცა უნდა გააკეთონ. განა არ მომწონს. მაგრამ გააჩნია რა იყიდე რა, ეხლა რომ შენ რო სიტყვაზე რაღაცა შაქარი იყიდე და რაღაცა. განა არ ექნება ნახვა. აი მეც რო გავაკეთო, ეხლა წავედი, საერთოდ ამოვიტანა გემარანში მაქვს, მაკარონის ვერმიშელიც და გეტყვით რა ვიყიდე. ანუ ჩავალაგებ პარკში და გადმოვალაგებ. იმიტომ კი არა რომ ისინი ტყუიან, არა. მე გავაკეთებ ეხლა სიტყვაზე, მაგრამ აი გამოწიე 600-700 კაცმა ნახოს. არ იმუშავებს, ტყუილა დახარჯავ დროსაც, ენერგიასაც, მაშინ ამ ყველაფერთან თან უნდა ისაუბრო, რაღაცა თემა, რა ვიყიდე, ერთი არ მორჩე. ამოიღე, რაღაცა გაწიე, სხვა თემაზე დაიწყე ლაპარაკი. აი რაღაცა ის უნდა დაამყარო რა, მოკლედ მაყურებელთან. თორე ცუდი კი არა. კაი, უბრალოდ შენი ელემენტები შეიტანე. არ ვიცი რამდენად მოგაწოდეთ კარგი ინფორმაცია, რამდენად კარგია თქვენთვის ეს ინფორმაცია, მაგრამ ვეცადე ყოველ შემთხვევაში ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ეხლა გავთიშე და ახალიდან შემოვარდი, უცბად დავაწყე ერთი თემის თქვა, რომ ანუ ამბობენ, რომ ყოველდღიურად არ ხდება გადასახადიო. ანუ არ გირიცხავს გადასახადიო. ესეც შენზეა დამოკიდებული, იმუშავებ და აგროვებ 70 ევროს გადალახავ. 70 евро არის ზღვარი და თუ მაგალითად გექნება 69 евро, არ გეკარგება ეს თანხა, უბრალოდ მეორე თვის გადასახადები, უკვე რაც მეორე თვიდან რომ დაიწყება შენი ვიდეოების მუშაობა, ამ 69 ევროს დაემატება და მეორე თვის იმ ნაწილში ეს დაგროვილიც იმას დაემატება და გადაგიხდება. უბრალოდ აუცილებელი არის, რომ დადო ვიდეოები, დაგიგროვდეს გადასახადი და გადალახო 70 евро. და აბსოლუტურად ყოველ თვე დაგერიცხება გადასახადი. მე მაგალითად ყოველ თვე მერიცხება 350-დან გააჩნია, იქ არის კიდეც თავისი რაღაცა ალგორითმი რითიც იმაშება, შეიძლება მაგალითად ვიდეოზე მოგცეს $2, შეიძლება $1 მოგცეს და მაგას ვერ გააპროტესტებ. ამიტომ რაღაცა საკმარისი თანხა არის იმისთვის, რომ მაგალითად გამოვიტანე სარიცხის მანქანა და გადავიხადე. ასე რომ არის რა, იმუშავე დადე ვიდეოები, 1000 ნახვამდე მაინც რო ავიდეს ისეთი ვიდეოები და დღეში 2 ან 3 რო დადო, ჩათვალე რომ თვის ბოლოს 22 ან 24 რიცხვში შენ აუცილებლად გექნებ. მე გეუბნები მინიმალურს, რომ აი 1000 ნახვამდე რო ჰქონდეს მინიმალურს გეუბნები და 3 ვიდეო რო დადო, აუცილებლად აიღებ სულ ცოტა 300 ლარს. და რაც უფრო მეტ სიმუშავებ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება. ეხლა წავედი. მართლა წავედი. ხო, წარმატებები.